14 წლის ვარ და ვიზრდები ოჯახში, სადაც ქრისტიანობა არავის აინტერესებს. მხოლოდ მე ვარ აღსარებელი და მაზიერებელი. დედაჩემი ამის გამო საშინელ დღეში მაგდებს, მარხვის არც უფლებას მაძლევს და არც საშუალებას. სძულს ეს ყოველივე. ძალიან გთხოვთ, როგორმე მიშველეთ. ის მაიძულებს არაქრისტიანულ ცხოვრებას, რომელიც მე არ მინდა. მე ქრისტესთან ყოფნა მსურს და არა ამას სოფელში. არ მინდა საუკუნოდ ქრისტეს გარეშე დავრჩე. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. რთული ამბავია. მოდი დავიწყოთ იქიდან, ჩემო ძვირფასო, შენც მოგმართავ და რა თქმა უნდა, ზოგადად ჩვენს მაყურებელსაც მიმართავ. 14 წელი არის ძალიან რთული ასაკი ბავშვებისთვის. ეს ის დრო არის, როდესაც ადამიანის ფსიქიკა ძალიან მოწყვლადია, ძალიან ფაქიზია. პიროვნული თვითგამორკვევა ხდება ადამიანში, მომწიფება ხდება ყველანაირი გაგებით და აი გარდატეხის ასაკს ვეძახით სწორედ ეს პერიოდი გახლავთ ეს. ამიტომ ძალიან რთულია. მე მინდა რომ ზოგადი რჩევა მივცე ჯერ საერთოდ ყველა მშობელს, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით იყავით შვილებთან, მომავალ თაობასთან, ჩემო ძვირფასებო. და მერე მით უმეტეს ესეთ ძალიან საფრთხილო ასაკში, როგორიც არის გარდატეხის პერიოდი და აგერ 14 წლის ბავშვი გთხოვს დახმარებას. აი ნახეთ რანაირი სიტყვებით გთხოვს, რომ ძალიან გთხოვთ, როგორმე მიშველეთ. ეხლა გასაგებია, მესმის ძალიან კარგად, რომ შეიძლება ეს ბავშვი ცოტა აჭარბებს, ცოტა ზედმეტად მგრძნობიარეა ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს ხომ მისი შეგრძნებებია. ის ხომ ესე განიცდის ამ ყველაფერს. ამიტომ ეხლა ის, ვინც უპირველეს ყოვლისა უნდა გაუგოს ესეთ დროს ბავშვს, არის ასაკვირველია მშობელი. და მშობლებო მინდა რომ კიდევ ერთხელ გთხოვოთ და მოგიწოდოთ რა, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, მაქსიმალურად სიყვარულით იყავით თქვენს შვილებთან, იმიტომ რომ ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი. შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ და მთელი ცხოვრება ინანოთ მერე ეს შეცდომა. ამიტომ ყურადღებით იყავით და ფრთხილად იყავით. შეიძლება შვილმა არც კი გაგაგებინოს, ან ვერ გაგაგებინოს, ვერ შეძლოს, ვერ მოახერხოს, მოერიდოს, რაღაცა ბარიერი გაუჩნდეს შენთან მოსვლის და საუბრის, მაგრამ შენ უნდა შეძლო აუცილებლად, რომ ყურადღებით იყო და ფრთხილად იყო შენი შვილის სულიერი განვითარების საკითხებში. სულ თვალი უნდა მიადევნო, რა ხდება, რა ინტერესები ცხოვრობს, რა ხდება მის სულში. ხშირად ჩვენ მშობლები იმდენად ვერთობით ხოვენ ჩვენი ცხოვრებით და იმდენად დაკავებული ვართ ჩვენი რაღაცა საზრუნავით და პრობლემებით, რომ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ რაღაცა მატერიალურად უზრუნველყოფთ ბავშვებს, რაღაც საჭმელი სასმელი არ აკლიათ, სახლი აქვთ, კარი აქვთ და გონია, რომ ამით ყველაფერი ამოიწურება და ესე არ არის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბავშვთან კონტაქტი არის საჭირო. ნახეთ როგორი რთული მდგომარეობაა, რასაც ეს ბავშვი წერს. ჩემო ძვირფასო, მე მინდა რომ შენ მოგმართო. თუ გვისმენ, თუ არა და ეხა ნახავ და მოგვისმენ მერე. ნახე როგორი რამეა. ამბობ რომ მე ვმარხულობ, მე ვცხოვრობ მარტო ქრისტიანულად ოჯახში და მხოლოდ მე მაინტერესებს ეს ყველაფერი და ჩემს მშობლებს არ აინტერესებს. ამბობ იმასაც, რომ გყავს სულიერი მოძღვარი, მაგრამ მასთან ვერ ახერხებ საუბარს. უპირველეს ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება დაბეჯითებით, რომ როგორმე რამენაირად შეძლო და მოახერხო შენ სულიერ მოძღვართან კონტაქტი, ჩემო კარგო. ის სულიერი მოძღვარი თუ გულისხმიერი ადამიანია და მე იმედი მაქვს, რომ ესეთი იქნება, აუცილებლად გულთან ახლოს მეიდან შენს გასაჭირს და მაქსიმალურად ეცდება, რომ უპირველეს ყოვლისა გაგიგოს, რა გჭირს და რა გაწუხებს და შემდეგ უკვე ისე მოგიდგეს და ისე ერთად იფიქროთ რაღაცა გამოსავალზე, რომ რაღაცა მოაგვაროთ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ეს არის, იმიტომ რომ რაკი მეუბნები რომ ყავს სულიერი მოძღვარი, პირველ რიგში ეს უნდა გააკეთო. თუ თქვა თქვენი ურთიერთობა უბრალოდ სიმბოლურია ან რაღაცა ბარიერები გაქვთ ურთიერთობაში და ამიტომ რაღაცა ვერ ახერხებ მასთან გახსნას, მაშინ უნდა მიმართო სხვას. ჯერ ყველანაირად უნდა ეცადო რომ გაიხსნა და შეძლო ეს კომუნიკაცია, მაგრამ თუ ვერ შეძერნი, მაშინ აუცილებლად სხვას უნდა მიმართო. ისეთ ადამიანს, ვისთანაც შეძლებთ და ბოლომდე განთავისუფლდები და გაიხსნები და იგრძნობ, რომ მას შენი ესმის. აქედან გამომდინარე, ახლა მე ჩემო საყვარელო, ნახე როგორი რამე შეიძლება მანდ ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა, ძალიან ბევრი ნიუანსია, ჩემო კარგო, რაც შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს ახლა მანდ შენს მდგომარეობაში. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ესეთ შემთხვევაში დაველაპარაკებოდი, ჯერ შევისწავლიდი კარგად ახლა შენი ოჯახის მდგომარეობას, რაღაც ბევრ შეკითხვას დაგისვავდი შენ მშობლებთან დაკავშირებით. თუ შესაძლებლობა იქნებოდა ამისი, გამოთქვამდი სურვილს აუცილებლად რომ გამეცნო შენი მშობლები და დაველაპარაკებოდი. და აი მოკლედ ძალიან ბევრი რამეა გასარკვევი და საინტერესო. შენც უნდა ეცადო, ჩემო კარგო, როდესაც ხედავ რომ ოჯახის წევრები ვერ გიგებენ ბოლომდე, ნუ მიახლი მათ სახეში ამ შენს ეკლესიურ ცხოვრებას რა. შენთვის ჩუმად იყავი ქრისტიანი და ჩუმად იცხოვრე ქრისტიანულად, ეკლესიურად. იგივე მარხვას რაც შეეხება, ხო, ახლა იცოდე რომ ღმერთი შეგიწირავს იმას, რასაც შინაგე მარხვა არ არის მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავება. ჭამე კი ბატონო, ის ყველაფერი ასაც დედა ამზადებს სახლში, ნუ გააღიზიანებ და ნუ გაანერვიულებ მას და ეცადე რომ სულიერად იმარხულო, ცოდვებისაგან იმარხულო. თუნდაც ის რომ შენ მშობლების მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატო, აი ეს იქნება შენი მხრიდან მარხვა. ეცადე რომ არ გააღიზიანო ისინი. მარხვა და მარხვის დაცვა არის აბსოლუტურად ნებისმიერი მცნების შესრულება, ჩემო კარგო, იცოდე. ასე რომ ესე მარტივი არ არის, რომ ახლა ნუ ნერვიულობ იმაზე, რომ რაღაცა შეიძლება კვებით არ გეწყობა ხელი, რომ თქვა იმარხულო. კვებით არ გეწყობა ხელი, სხვა მხრივ იმარხულებ და მაგასაც შეგიწირავს ღმერთი აუცილებლად. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესი შინაგანი რამ არის რა და ეცადე რომ აი ეს შინაგანი დაანახო შენს მშობლებს. ნახე, შენ ხო გსურს რომ შენი მშობლებიც გახდნენ ეკლესიური ცხოვრებდნენ. ამიტომ მოდი ეცადე შენ თვითონ კარგი. ეცადე რომ შენი საქმით, შენი ცხოვრების წესით, შენი საქმიანი ცხოვრებით, საქმიანი ქრისტიანობით დაანახე შენს მშობლებს როგორი კარგია ქრისტიანობა. შენ შეიცვალე სასიკეთოდ, უფრო მშვიდი გახდი, უფრო მომთმენი გახდი, უფრო მოსიყვარულე გახდი, უფრო დიდსულოვანი გახდი, უფრო მეტი პატივისცემა გამომჟღავნე შენი მშობლების მიმართ, რომ მათ დაინახონ, რომ შენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრებით, რამეს კი არ აგებ პირიქით, უფრო კარგი თვისებები შეიძინე, უფრო მიზანდასახული გახდი, უფრო უკეთესად ისწავლე, არ იზარმაცო. ნახე, ქრისტიანს უნდა ეტყობოდეს ცხოვრებაში. ქრისტიანი მარტო სახელით არ უნდა იყო. ეხლა შენ რომ ამბობ, ჩემო კარგო, რომ რაღაცა ამ სოფელში ცხოვრება არ მსურსო, ასე როგორ ამბობი? მაიძულებს არაქრისტიანულ ცხოვრებას. აი საინტერესოა, რას ნიშნავს არაქრისტიანულ ცხოვრებას გაიძულებს. მაგიტომ გეუბნები, რომ რაღაც ბევრი შეკითხვები მაქვს მე შენთან, რომელიც მე არ მინდაო. მე ქრისტესთან ყოფნა მსურს და არა ამას სოფელში. აი ცოტა ფრთხილად იყავი, ჩემო ძვირფასო, რომ ცოტა ხიბლისკენ არ გადაიხარო. აი ამიტომ არის აუცილებელი ხა შენი მოძღვართან ინტენსიური კონტაქტი ძალიან. იმიტომ რომ შენ ამას სოფელში ცხოვრობ, ჩემო ძვირფასო, მეც ამას სოფელში ვცხოვრობ, შენ წარმოიდგინე. მიუხედავად ისა, რომ მღვდელი ვარ და სასულიერო პირი ვარ, მეც მიწევს ამას სოფელში ცხოვრება. ამას სოფელს კი არ უნდა გაექცე, ამას სოფელში სწორი და ქრისტიანული ცხოვრება უნდა ისწავლო, ისე რომ არ დაზარალდე სულიერად. ამის ალტერნატივა მე არის უკვე
მონასტრული ცხოვრება, მონაზნური ცხოვრება. რისთვისაც შენ, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან პატარა ხარ. ხვალდაზე რა იქნება, არავინ იცის, მაგრამ ჯერჯერობით შენ შუბლის პატივისცემა უნდა ისწავლო და აუჯახში უნდა ისწავლო ისე ურთიერთობა, როგორც საჭიროა და კიდევ ერთხელ გეუბნები, შენ თუ შუბლის მიმართ პატივისცემა არ გაქვს, ისე ტყუილად უნდა იბრალებ ქრისტიანობას, არ გეგონოს რომ სწორად იქცევი შენ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ცნებაში პირდაპირ გიწერია, რომ პატივი უნდა შენ მშობელს. იქ არ წერია, რომ ცუდად თუ იქცევა პატივი არ ცევა და კარგად თუ მოიქცევა პატივი ეციო. პატივი ეციო პირდაპირ გიწერია ესე მოკლედ. და იმას აქში ხარ შემოგარკო, რომ პატივი უნდა და კიდე გეუბნები, შენ არავინ არ დაგიშლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ყველა მშობელი მიესალმება იმას, რომ მისი შვილი იყოს დილობიანი, კულტურული, მშვიდი, დახვეწილი, მიზანსწრაფული, მშობლების პატივისცემელი, ცდილობიანი, შეიძინა ეს თვისებები, იყავი ამ თვისებებით, აღიჭურო, ვინმე გიშლის ამას? მე გინდა მითხრე ახლა, რომ შენ მშობელი დაგიშლის იმას, რომ ეს თვისებები გქონდეს? და ეს თვისებებია ქრისტიანობა. ეს არის სწორედ ქრისტიანობა. შენ ხომ გინდა ქრისტიანული ცხოვრება, შენ ხომ გინდა ქრისტესთან ერთად ყოფნა. ეცადე რომ ეს თვისებები შეიძინო და იქნები ქრისტესთან ერთად. ქრისტე მუდამ შენთან ერთად იქნება. ამას სოფელშიც კი შენ წარმოიდგინე. ეს არის ის ჩემო ძვირფასო რაც მინდა რომ ესე ზოგადად გირჩიო. და დანარჩენი რა ვიცი, ახლა კიდევ ერთხელ მინდა გითხრა რომ სულიერ მოძღვართან იკონტაქტე აუცილებლად და ძალიან მნიშვნელოვანია ეს და რა ვიცი, თუ გნებავს და სურვილი გექნება, მე ჩემთანაც შეგიძლია მოხვიდე და დავილაპარაკოთ და იქ მე კიდევ უფრო უკეთესად გავარკვევ რაღაცებს რომ ჩაგიკითხებით, თორე ხე ესე მონოლოგის რეჟიმში ცოტა ძნელია ჩემთვის ბუნებრივია. ერთი შეგეწიოს ჩემო კარგო და ერთმა შეგაძლებინოს რომ სწორად და ადეკვატურად შეაფასო სიტუაცია და მოერგო გახსოვდეს რომ ის გარემო რომელშიც ხარ შენთვის სულიერი ღვაწლის, სულიერი ასპარეზის გარემოა და ნებისმიერ ესეთ გარემოში შეგიძლია რომ შენ გამოიჩინო კარგი ქრისტიანობა და გამოიჩინე. და კიდევ ერთხელ მინდა რომ მშობლებს შევახსენო და ვთხოვო ჩემო კარგებო აუცილებლად ძალიან ფრთხილად იყავით შვილებთან. შვილების აღზრდა ეს ურთულესი პროფესიაა, ურთულესი იცოდეთ და განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით აი ამ ყველაზე ფაქიზ ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში. ძალიან ფრთხილად იყავით. ძალიან დიდი ცვლილებები და გარდაქმნები ხდება იცოდეთ თქვენ შვილებში. და თქვენ რომ გონიათ რომ ისინი ისე პატარები არიან, იცოდეთ რომ აღარ არიან პატარები. მე უდელი ვარ და მე მიწევს ურთიერთობა თქვენ შვილებთან და მე ვიცი მათ სულიერი სამყარო და იცოდეთ რომ ასეა. ფრთხილად იყავით, ძალიან ფრთხილად იყავით და ძალიან დიდი სიყვარული აჩვენეთ მათ. ძალიან დიდი სიყვარული. იცოდეთ ეს არის უპირველესი რაღაცას თქვენი შვილები თქვენგან ელოდებიან. უპირობო სიყვარულს.